თბილისში შუქნიშნები ახალი რეჟიმით იმუშავებს. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით შუქნიშანზე წითელი ფერის შემდეგ პირდაპირ მწვანე ფერი აინთება. მწვანე ფერი კი წითელზე ყვითლის შემდეგ დაბრუნდება. ასევე უქმდება ათვლის ტაიმერები. შუქნიშნებზე სამუშაოები უკვე დაწყებულია, მათ დასრულებას კი იანვრის ბოლოსთვის ვარაუდობენ. ახალ რეგულაციებს მძღოლებში ასრთა სხვადასხვაობა მოყვა. ეხლა უკვე იცვლება ეს შუქნიშნები, ანუ ახალი თაობის შუქნიშნებს, ანუ ადაპტირებულ შუქნიშნებს ვამონტაჟებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ მწვანისა და წითელი დროის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის, შესაბამისად უკანათვლის ტაიმერი ფიზიკურად ვერ იფუნქციონირებს და ეს მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ უკვე მძღოლებს საშუალება ექნებათ, ან ტყუილა არ მოცდნენ გზაჯვარედინზე, ვინაიდან ეს შუქნიშანი თვითონ განსაზღვრავს მწვანის შუქის ხანგრძლივობას, შესაბამისად რომელი მხრიდანაც მეტი სატრანსპორტო საშუალება მოვა, შუქნიშანი მეტ მწვანე დროს მიცემს გზაზე სამოძრაოდ. კი, ვეთანხმები. რატომ? იმიტომ ვეთანხმები, რომ რა ვიცი, ნაწილობრივ მირჩევნია, რომ აინთოს პირდაპირ მწვანე, იმიტომ რომ ყვითელზე ძრავენ ხოლმე ხშირად რა. ყვითელი ჯობია რომ იყოს. რატომ? გამოფრთხილებელია უფრო. არ დავეთანხმები, იმიტომ რომ ყვითელი უნდა იყოს იმ რომ კაცმა დაინახოს რომ გააჭიროს. მოემზადოს გასაჩერებლად.